ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იღებენ SMS შეტყობინებებს, სადაც მითითებულია, რომ მათ ერიცხებათ საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დასაბრუნებლად საჭიროა მითითებულ ბმულზე გადასვლა. მსგავსი შეტყობინებები არის ყალბი და მათი მიზანია მოქალაქეთა პირადი მონაცემებისა და ფინანსური რესურსების დაუფლება. რა მეთოდს იყენებენ ფიშინგის დროს და როგორ დავიცვათ თავი, ასევე რა სახის ინფორმაციას აგზავნის შემოსავლების სამსახური გადამხდელებთან და ელექტრონული სერვისებით რა მომსახურების მიღება არის შესაძლებელი. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში. ჩვენი სტუმრები არიან ლევან გებუაძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და თეონა ციმაკურიძე, გადასახადის გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ერთ-ერთი ყველაზე კარგი თემაა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც საქმე ეხება ფიშინგს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ამ ეთერში ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია მთლიანობაში როგორც ხვდები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს თემა იმდენად მუდმივად პრობლემური ხდება, რომ დავუშვათ ამ საქმით დაკავებული ადამიანები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ის რომ შემოსავლების სამსახურის სახელით იგზავნება შეტყობინებები, ეს მეტნაკლებად მოქალაქეთა ნაწილმა იცის, ვინც მიიღო მით უმეტეს, რა ტიპის ინფორმაცია აწვდიან დავუშვათ ასე დროს, რომ რამდენიმე შეტყობინებაში, რომელიც მე მაქვს ნანახი, იყო რომ თქვენ გაქვთ საგადასახადო დავალიანება და მე რა მითითებული იყო ერთი კონკრეტული რაღაც რიცხვი, ოღონდ არ იყო დაკონკრეტებული რა ტიპის დავალიანება, რამდენად დავუშვათ რა გადასახადის შემთხვევაში არის ეს დავალიანება და შემდგომ. მე მაქვს ერთი შემთხვევა ნანახი, მე არ ვიცი რამდენად დავუშვათ სხვა შემთხვევებში როგორი სურათი იყო. რეალურად თუ გაქვთ ინფორმაცია რა ტიპის შეტყობინებები იგზავნება და მე როგორ ხდება დავუშვათ აი ამის მოქალაქესთან ამ ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხვის დაინტერესებისათვის. დავიწყოთ ზოგადად იმით, რომ შემოსავლების სამსახურია ბუნებრივია გადასახადის გადამხდელებთან პრევენციის მიზნით, გაფრთხილების მიზნით აგზავნის შეტყობინებებს, მათ შორის SMS სახით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ მაგალითად მოახლოებელ სავადო თარიღებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ერიცხებათ საგადასახადო დავალიანები, როგორც თქვენ აღნიშნეთ და იქვე უთითებთ ერთიან სახაზინო კოდს 1000, რომელიც უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ დავალიანების არსებობის შემთხვევაში გადასახადი უნდა დაიფაროს ერთიან სახაზინო კოდზე და არა რაღაც გაურკვეველ საბანკო ანგარიშებზე. ყალბ SMS-ებს რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის სახით, მაგალითად დაახლოებით 10 დღის წინ იქნა გაგზავნილი და იყო მითითება იმაზე, რომ გადასულიყვნენ მოქალაქეები გაურკვეველ რაღაც ლინკზე, შეეცვათ პირადი მონაცემები იქნებოდა ეს სახელი გვარი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახური არ აგზავნის მსგავს შინაარსის SMS შეტყობინებებს, სადაც მოითხოვება, რომ სადღაც გაურკვეველ ბმულზე მით უმეტეს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მითითება. და ეს ეგრევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არის ყალბი, საეჭო და მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ მოქალაქეები და არ შეავსონ თავიანთი პირადი მონაცემები რაღაც გაურკვეველ ბმულებზე. შემოსავლების სამსახური ყოველთვის, როდესაც აგზავნის თავის შეტყობინებებს, მაგალითად SMS-ი რომ დავაიდენტიფიციროთ, მინიმუმ უნდა იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს არის სახელწოდებით RS-G. ანუ დიახ, რომელიც აიდენტიფიცირებს, რომ ეს არის შემოსავლების სამსახურიდან მიღებული SMS. თქვენ ნაწილობრივ პასუხად შეკითხვას როგორ განვასხვაოთ რეალურად ყალბი და თქვენ მიერ გაგზავნილი ინფორმაცია. სხვა რა კიდე დავუშვათ ნიშნებია, რომელიც ახასიათებს, რომ დავუშვათ მხოლოდ შემოსავლების სამსახურიდან გაიგზავნება ეს RS-G გასაგებია სახაზინო კოდი გასაგებია. ანუ ის რომ საბანკო არსად გადასვლას არ მოთხოვთ თქვენ ამ შემთხვევაში. როგორ განსხვავდება დავუშვათ SMS შეტყობინება და ელექტრონულად მიღებული შეტყობინება მეილზე პირობითად ამ შემთხვევაში იდენტურია თუ დავუშვათ იქაც რამე განმასხვავებელი ნიშნებია. გეტყვით მოგახსენებთ ჩვენ მარტო SMS შეტყობინებებს არ ვაგზავნით ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ჩვენთან გადასახადის გადამხდელებს ძალიან უმეტესობას აქვს ავტორიზებული პირადი ვებ გვერდი, სადაც შეტყობინებებს უგზავნით, დაწვრილებთ უკვე დეტალურად თუ რას ეხება ჩვენი გაფრთხილება მათი პრევენციის მიზნით, რისგან ვიცავთ მოსალოდნელ საგადასახადო ვალდებულებებთან შესაძლებელია სამომავლოდ ან არსებულ საგადასახადო დავალიანების ინფორმირება გვინდა დროულად. ეს არის პირველი წყარო. ავტორიზებული ვებგვერდი, სადაც შეუძლიათ იხილონ ეს შეტყობინებები. მეორე, ჩვენ ელექტრონულ პოსტას ვიყენებთ ბუნებრივია. RS-G არის ავტორიზებული ვებგვერდი. დიახ. ელექტრონული პოსტა, რა თქმა უნდა,
info.rg, რომლითანაც ვახორციელებთ შეტყობინებების გაგზავნას ელექტრონულად, ასევე მატერიალური დოკუმენტის ჩასაბარებლად ფოსტას ვიყენებთ, ბუნებრივია. და SMS შეტყობინებებზე უკვე ვისაუბრეთ, რომ მისი იდენტიფიცირება შეიძლება მარტივად დასახელებით. კი ბატონო. ქალბატონო თეოდა, რა დროს იღებს მოქალაქე აი ამ ტიპის შეტყობინებებს? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონმა ლეონას თქვა, რომ რეალურად საგადასახადო კალენდარია ხო რაღაც პერიოდულობით მოქალაქეს უგზავნით, მოქალაქეს იქნება თუ იურიდიულ პირს ამ შემთხვევაში კომპანიას უგზავნით შეტყობინებებს. ანუ ასეთ შემთხვევაში პირობითად რაიმე კონკრეტულად განსაზღვრული არის, აი თვის დასაწყისში მიდის ეს შეტყობინება თქვენგან, თვის ბოლოს, თუ რაღაც კონკრეტული თარიღებია, როდესაც ეს ინფორმაცია მოქალაქეს მიეწოდება. მოგახსენებთ და საფუძვლით დავიწყებ, რატომ ვგზავნით ჩვენ გადასახადის გადამხდელებს და არა მარტო გადასახადის გადამხდელებს შეტყობინებებს. შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რომელიც გაზრდის მოქალაქეთა ცნობიერებას, მიაწვდის ინფორმაციას და შესაბამისად ვამუშავებთ თემატური ინფორმირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრავთ სამიზნე ჯგუფებს და ამ სამიზნე ჯგუფების ფარგლებში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მისაწოდებებელ შეტყობინებებს. შესაძლოა იყოს თქვათ ერთი კონკრეტული საკომუნიკაციო არხი, თქვათ SMS-ი მხოლოდ, ან შესაძლოა იყოს საკომუნიკაციო არხთა კომბინაცია. ასევე განსაზღვრულია და დადგენილია, რა დროს მიეწოდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჩვენი მხრიდან შეტყობინებები ერთი საკომუნიკაციო არხის საშუალებით თუ რამდენიმე საკომუნიკაციო არხის საშუალებით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის გადამხდელის მომართვის დროს, როდესაც მოგმართა მაგალითად განცხადებით, თქვათ საჩივრით, წერილით, ამ განცხადებაზე ან საჩივარზე ან წერილზე სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მას შეტყობინების სახით, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. ასევე ამ განცხადებაზე თქვათ დადებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ან ხარვეზის აღმოჩენის დროს თქვათ რა ტიპის ხარვეზია, რამდენ ვადაში აქვს აღმოსაფხვრელი ეს ხარვეზი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, როგორც ბატონმა ლევანმა ახსენა, დავალიანების შესახებ შეტყობინება მისდის როგორც SMS-ით, ასევე პირადი ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, ასევე ამ დავალიანების დროს დაგეგმილია, ან უკვე განხორციელებული გადახდები, ანუ ამ დავალიანების აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ასევე მისდის მოქალაქეებს შეტყობინებები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებით ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდზე მაშინ, როდესაც განხორციელებულია რაიმე ტიპის საკანონმდებლო ან პროცედურული ცვლილება, ან იგეგმება მსგავსი ტიპის ღონისძიება და ვთხოვთ მათ ჩართულობას. ანუ ეს მხოლოდ არ არის ერთმხრივი კომუნიკაცია, ეს არის ორმხრივი კომუნიკაციაც. კიდევ არის ძალიან ბევრი შემთხვევები, მათ შორის თქვათ, როდესაც ვიწყებთ პირის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას, თქვათ, არსებობს და აღმოჩენილი იქნა საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევა ამ პირთან მიმართებაში, არ პრევენციის მიზნით, მაგალითად, თუ თქვათ, პირი იცით, რომ დღეს გადამხდელად რეგისტრაცია უდგებათ პირებს, თუ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, თქვათ, დღეგეთი დასაბეგრი ოპერაციების ბრუნვა უნდა აღემატებოდეს 100.000 ლარს და თუ ხედავთ, რომ უახლოვდება პირი ამ 100.000-იან ზღვარს, ვაფრთხილებთ, რომ შესაძლოა დაგიდგეთ დღეს გადამხდელად დადგომის საჭიროება, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყავით და კი ბატონო. მიგეთ შესაბამისი ზომა. ერთ-ერთი ყველაზე ისეთ საინტერესო არის მომხმარებლის ავტორიზებული გვერდი. როდესაც შევსულ ვარ ჩემს გვერდზე, ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ პირობითად ამ შემთხვევაში არ მაქვს არანაირი ბიზნესი, ძალიან ბევრი შეტყობინება მაქვს მოსული და სულ მაინტერესებს ხოლმე ძალიან კარგი ნაწილი ახსენეთ. როგორ განვასხვაო აქედან, აი იმ ძალიან ბევრი მიღებული შეტყობინებიდან განსაკუთრებით აი ამ გვერდის საშუალებით, რეალურად რომელი არის ის, რომელიც სავალდებულოა? იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ყოფილა მაგალითად ეს მონაცემები, ანუ ეს შეტყობინებები, რომ სულ მიფიქრია, ეხლა ჩამოთვალած კი გააკეთეთ საკანონმდებლო ცვლილებები, დამატებითი მთავრობის გადაწყვეტილება, ყველაფერი ეს ინფორმაცია არის, მაგრამ მომხმარებელმა ხო არის აქედან სავალდებულო რა და არასავალდებულო. როგორ მივხვდე, რომ რეალურად ეს ამ პირობითად მოსული 10 ინფორმაციიდან ჩემთვის სასარგებლო არის 1. ან სასარგებლო ალბათ არ არის სწორი ფორმულირება, სავალდებულო. სავალდებულო. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ზუსტად შეეხება იმ პროცესებს, რა პროცესებზეც მინდოდა მომაყოლა დღეს. სულ მიფიქრია ხოლმე, უბრალოდ არასდროს არ მქონია ესეთი თემა, რომ მომცემოდა საშუალება, რომ საკუთარ თავზე და გამომდინარე დამესო და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოქალაქეს აქვს ეს კითხვა. წინა წელს დავასრულეთ თემატური ინფორმირების ღონისძიების პროგრამა, პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს
წელს ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს, რომელსაც უკვე მოქალაქეები დაინახავენ და ძალიან მკვეთრად და თვალსაჩინოდ განასხვავებენ რა არის მათი პირადი ხასიათის შეტყობინება და რა არის ზოგადი. შეტყობინებები დაიყო ორ ნაწილად, ეს არის პირადი ხასიათის, რაც უკვე ახსენებთ და ზოგადი ტიპის შეტყობინებები. პირადი ხასიათის შეტყობინება არის ისეთი ტიპის შეტყობინება, რომელიც ჩემგან, ანუ გადამხდელისგან ითხოვს რაიმე სახის ქმედებას, ან მეხება კონკრეტულად მე, ან თქვა მიღებული შეტყობინება იწევს ჩემს გარკვეული ტიპის ღონისძიებებს, ან ვადის დინებასთან არის დაკავშირებული ამ შეტყობინების გაცნობა ან არ გაცნობა. მეორე ტიპის შეტყობინებები, ეს არის უკვე ზოგადი ხასიათის შეტყობინებები, რომლებიც სამ ნაწილად გვაქვს დაყოფილი. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც კონკრეტულ ეტაპზე თქვენგან რაიმე ტიპის ვალდებულებას არ იწვევს და რაიმე ტიპის ქმედების განხორციელებას, თუმცა შესაძლოა მომავალში დაგიდგეთ ამ ვალდებულების შესრულების აუცილებლობა და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გაეცნოთ. ეს მხოლოდ უნდა გაეცნოთ და გაითვალისწინოთ მომავლისთვის. ასევე არის ზოგადი ტიპის შეტყობინებები, სხვა დანარჩენი, რომელიც უბრალოდ ცნობის სახით უნდა მიიღოთ და სხვა უწყებების შეტყობინებები, რომლებსაც გზავნის მაგალითად თქვა საპენსიო სააგენტო, თქვა საჯარო რეესტრი, ჩვენი პორტალის გამოყენებით და უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას, გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის იმის მიუხედავად გაქვთ თუ არა ბიზნესი ან კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სულ არ გქონდეთ გადასახდელი, მაგრამ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. ბატონ ლევან, მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ბევრჯერ გვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ. რას ნიშნავს ზედმეტად გადახდელი თანხის დაბრუნება, რა წესი და რა პირობებს ექვემდებარება და როგორ დავუშვათ ამ ტიპის ინფორმაცია როგორ მისდის მომხმარებელს ელექტრონული დავუშვათ სერვისების საშუალებით? კი ბატონო, ზედმეტად გადახდელი თანხების დაბრუნება შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მაყურებელს რო შევახსენოთ, ძირითადში დამატებული ღირებულების გადასახადის, ეგრეთ წოდებული დღ-ის გადასახადის გადამხდელების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ავტომატური დაბრუნების, ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემა, დანერგილი 2019 წლიდან, ხოლო 2020 წლიდან სრულად ავტომატიზებულია და რას ნიშნავს, რომ თუ გადამხდელს დამატებული ღირებულის გადასახადის განახლებას წარმოიშვება ზედმეტად გადახდელი თანხა და სისტემა პროგრამულად ჩათვლის, რომ დაამუშავებს და დაანალიზებს, რომ ეს არის არ არის რისკის შემცველი, ანუ რეალური ზედმეტობა არის, უბრუნდება გადასახადის გადამხდელს მისივე საბანკო ანგარიშზე 24 საათის განმავლობაში. ანუ რას ნიშნავს უბრუნდება საბანკო ანგარიშზე და საიდან ვღებულობ ჩვენ ამ საბანკო ანგარიშს? როგორც ვახსენეთ, წეგან ყველა გადასახადის გადამხდელს აქვს პირადი ავტორიზებული გვერდი. დღ-ის დეკლარაციის წარმოდგენის დროს ჩვენ ერთ-ერთ რეკვიზიტად ვუთითებთ პირადი ბარათის შევსების დროს, რომ მიგვითითონ საბანკო ანგარიში, სად სურთ მათ დღ-ის დაგროვების ზედმეტობის შემთხვევაში სად უნდა დაუბრუნდეთ ეს ზედმეტობა. აქედან გამომდინარე, ხაზი რო გავუსვათ კიდევ ერთხელ, რომ SMS შეტყობინებების სახით ჩვენ ამას არ ვითხოვთ, არ ვუგზავნით და რაღაც გაურკვეველ ლინკებზე საბანკო ანგარიშების ვითითებას არ ვითხოვთ, ხაზი უნდა გაისვას იმას, რომ შემოსავლების სამსახური ამას თხოვს მხოლოდ და მხოლოდ პირად პორტალზე. ანუ გაგვიზიაროს პირად პორტალზე საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი და ამ ანგარიშს ვიყენებთ, ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და ამ ანგარიშს ვიყენებთ იმისათვის, რომ როგორც კი ამ გადასახადის გადამხდელს ექნება ურისკო ეგრეთ წოდებული ზედმეტობა, ავტომატურად 24 საათის განმავლობაში დაუბრუნოთ მის პირად ანგარიშზე და როგორც აღვნიშნე 95% მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ავტორიზებულ პირად გვერდზე არის შესაძლებელი, რომ მიგვითითო საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი და არავითარ შემთხვევაში ყოველგვარი გაურკვეველი რაღაც SMS-ების შედეგად არ ხდება ამის მითითება სადღაც გაურკვეველ ლინკებზე, მხოლოდ და მხოლოდ პირად ავტორიზებულ გვერდზე და როგორც აღვნიშნე 95% საშუალო ბრუნდება ავტომატურად 24 საათში, ანუ ერთ დღის განმავლობაში და უბრალოდ სტატისტიკად ციფრებით რომ მოიყვანოთ 2019 წლიდან დღემდე 10 მილიარდ ლარზე მეტი არის ესეთი ზედმეტობა დაბრუნებული და ჩვენ არ დაგჭირებია SMS-ების დაგზავნა რაღაც გაურკვეველ ბულებზე რომ შეგვისვენ საბანკო ანგარიში. კიდევ ერთხელ რომ რაიმე ტიპის შეტყობინებას თუ მიიღებთ, თითოეული თქვენგანი კარგად გადაამოწმეთ რა წერია ამ შეტყობინებაში და არის თუ არა მითითებული ამ შემთხვევაში RSG და სახაზინო კოდი, რომელიც პრაქტიკულად ყველამ ვისწავლეთ ზეპირად. და ჩვენი საუბრის ბოლოს კაპიტან თენა რა ტიპის ახალი სერვისების შეთავაზებას ფიქრობთ 2025 წლისთვის? ელექტრონული მომსახურება ყველა შემთხვევაში კარგია, იმის მიუხედავად რომ დავუშვათ მუდმივად იქნება ფიშინგის და ამ ტიპის რისკების საფრთხე, იმიტომ რომ ელექტრონული მომსახურებების გაზრდა და გამარტივება თითოეული ჩვენგანისთვის დროის დაშლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, ხო? ამის შემთხვევაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ტიპის ახალ ცვლილებებს და დავუშვათ სიახლეებს ფიქრობთ და მე ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამოთ რამდენიმე სიტყვით SMS შეტყობინებებთან დაკავშირებული ტენდენცია. კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის. აქვე დასაწყისშივე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ
ჩვენ არ გვინდა რომ ვიფიქროთ ჩვენ სერვისებთან მიმართებაში, მინდა ვთხოვო ასევე ჩვენს დაინტერესებულ პირებს, რომ მათაც იფიქრონ, რა მოეწონებოდათ, რა გაუხარდებოდათ, რომ შემოსავლების სამსახურს შეეთავაზებინათ და ყველა არხზე გვაქვს დანერგილი უკავშირი და ამ უკავშირის საშუალებით მოგვაწოდონ მათი ის ტენდენციები, რასაც ფიქრობენ, რომ გააუმჯობესებს ჩვენ მათთან ურთიერთობას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისების განვითარება შემოსავლების სამსახურში. ეს არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება დავიწყოთ და დავასრულოთ. მიმდინარე წელს გეგმაში რაც გვაქვს, ეს არის რომ თქვენს ეთერშიც რამდენჯერმე გამიჟღერებია, რომ მიმდინარეობს მთავარი ჩვენი სერვისების მიწოდების არხის ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდის სტრუქტურისა და დიზაინის ცვლილების პროექტი და უკვე წელს იგრძნობენ ამ ცვლილებებს, უკვე ვიზუალურადაც იგრძნობენ. მათ შორის შეტყობინებებთან მიმართებაში, აი ზუსტად წელს მოხდება პირადი ზოგადი ხასიათის შეტყობინებების გამიჯვნა, რაც მომხმარებლის გამოცდილებას ამ მხრივ უფრო მეტად ოპტიმალურს გახდის. გარდა ამისა, წელს მუშაობთ აუცილებლად მათი პროცესების გამარტივებისთვის, მუშაობთ რომ თვითმომსახურების უფრო მეტი ინსტრუმენტი დავნერგოთ, მათ შორის კალკულატორები, მათ შორის ახალი სეგმენტი გვაქვს, ეს არის ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელები, რომელთაც განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ წელს და მათთვის სპეციალურ სერვისებს შევიმუშავებთ. და ჩვენი საუბრის ბოლოს SMS შეტყობინება რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ის ჩაითვალოს შემოსავლების სამსახურიდან გაგზავნილად? კი ბატონო, როგორც თქვი თავიდანვე, SMS შეტყობინებას პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება დასახელებას, ის უნდა წამოვიდეს შემოსავლების სამსახურის სახელით, ანუ დასახელებაშივე ინიციალები RS-G უნდა იდენტიფიცირდოს. შემდგომში იმისათვის რომ დავაზუსტოთ, ნამდვილად რეალურია ეს SMS შეტყობინება, გადასახადის განამხილებს ურჩევდით, რომ ვისაც პირადი ავტორიზებული გვერდია, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია პირად ავტორიზებულ გვერდზე, იმიტომ რომ დეტალური ინფორმაცია ექნებათ მიღებული უფრო ვრცელი ვიდრე SMS შეტყობინებაში, თუ რას უკავშირდება, როგორც უკვე თეონამ არაერთხელ თქვა, ეს არის პრევენციის და გამაფრთხილებელი და იმისათვის, რომ არსებული საგარეცხლო დავალიანება არ გაიზარდოს და ჩვენი შეტყობინება ზუსტად ამას უკავშირდება, გადაამოწმონ პირად გვერდზე, გადაამოწმონ ვებ გვერდზე და რაც თავარია, შეუძლიათ ისარგებლონ საინფორმაციო სატელეფონო ცხელი ხაზის სერვისით, ნომერზე დარეკონ 2299299 და აზუსტონ ინფორმაცია. ეს რაც უკავშირდება იმას, რომ როგორ დავაიდენტიფიციროთ და ერთ სიახლეს დავამატებდი კიდე, რომელიც 2025 წლიდან შევთავაზეთ გადასახადის განამხილებს, სხვადასხვა ეს იყო მათი მოთხოვნა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის განამხილები ხო იყენებენ ანგარიშ ფაქტურებს, ანუ ძალიან ელემენტარულად ხდება, მარტივად ხდება ანგარიშ ფაქტურის გაწერა და მეორე მხარემ უნდა დაადასტუროს ეს ანგარიშ ფაქტურა. ასევე დადასტურებაც მარტივი პროცესია, უბრალოდ არის შემთხვევები, როდესაც მეორე მხარემ ყიდველი მხარე ვერ ადასტურებს, ან არ ადასტურებს უბრალოდ ფაქტურას და გამომწერი მხარეს აქვს პრობლემა ეს ანგარიშ ფაქტურა დეკლარაციასთან ერთად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში, ანუ ველოდება დადასტურებას. მათი მომართვის საფუძვლად შევქმნით სერვისი და მათ უკვე 25 წლის 1 იანვრიდან საინფორმაციო pop-up შეტყობინება ამოздით ყველა კვალიფიციურ DG-ს გადასახადის გადამხდელს ბოლო 12 თვეში. თუ აქვთ რაიმე დასადასტურებელი ანგარიშ ფაქტურა, ამოздით შეტყობინების სახით მარტივად ან უნდა დაადასტურონ, ან უნდა უარყონ ეს დადასტურება, რათა მეორე მხარეს არ შეექმნა პრობლემა, ეს როგორც აღნიშნე იყო მათი დიდი მოთხოვნა და ეს სერვისი შეუძლიათ ისარგებლონ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან ამომწურავად მივაწოდეთ ინფორმაცია მაყურებელს ამ განსაკუთრებით შეტყობინებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია შემოსავლების სამსახურის რუბრიკის ფარგლებში მომავალ კვირას კიდევ არანაკლებ საინტერესო თემაზე ვიმშელებთ. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.